საგამშვიდობისა მეგობრებო, დღეს 7 თებერვალია, პარასკევია, ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ეთერში არის რადიო სივრცის მთავარი გეოპოლიტიკური შოუ, დიდი სივრცე. შეგახსენებთ, რომ უსმენთ რადიო სივრცეს, ეს არის FM 98.5. შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ასევე ჩვენს გადაცემას YouTube არხზე. შესაბამის YouTube არხზე, ანუ რადიო სივრცის YouTube არხზე და ასევე შესაბამისად Facebook გვერდზე. ბუნებრივია იგივე რადიო სადგურის. ამასთან ერთად გთხოვთ, რომ გაალაიქოთ, გააკეთოთ კომენტარი, რაც შეება მეტმა მაყურებელმა ნახოს ეს გადაცემა. დღეს სტუმრად ვყავს ორი ძალიან საინტერესო მოაზროვნე, ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი შოთა თხელიძე და საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, ანალიტიკოსი პაატა გურგენიძე. საგამშვიდობისა ბატონებო, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. მე მინდა დღესაც გავაგრძელოთ და მე მგონი მოგვიწევს ხშირად გავაგრძელოთ დისკუსია თემაზე, თუ ვინ გაინაწილებს მსოფლიოს 21 საუკუნეში. ბინარიდან დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების დინამიკა უპრეცედენტოს ისწრაფის აღწევს და ხშირად შეუძლებელია ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ზერელე შეფასებაც კი. ვფიქრობთ ერთი გადაცემის დამატებას, ისეთი გათვლით, რომ კვირაში ორი გადაცემა მიუძღვნათ გეოპოლიტიკას, ის მას იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, ჩვენი აუდიტორიის მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით და თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებებს ველით კომენტარებში, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ Facebook მიმდინარე ტრანსლაციის ქვეშ ან YouTube არხზე შესაბამისი ტრანსლაციის დროს, ან შემდეგ ვინაიდან ჩვენი გადაცემის ხილვა შეგიძლიათ ჩანაწერშიც, რომელიც დევს რადიო სივრცის YouTube არხზე. ახლა კი ტრადიციულად შევეცდები მოკლედ გაგაცნოთ მიმდინარე კვირაში, თუმცა ფორმატს შევცვლი, ანუ მონოლოგის გარეშე. მე შემოგთავაზებ ამბებს და მე მიმართავ კითხვით ჩვენს სტუმრებს. ესე იგი, პირველი სლაიდი უნდა იყოს სტენოგრამა ბრიფინგიდან, ანუ მარკო რუბიო კი ბატონო, აი ეს არის. მარკო რუბიო რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დეპარტამენტში ჩაატარა ბრიფინგი და ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას აკეთებს შემდეგ განცხადებას. აი ეს მონაკვეთი არის მოხაზული ზუსტად. ეს არანორმალურია, როდესაც მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ერთპოლუსიანი ძალა. ეს იყო ანომალია. ეს იყო ცივი ომის დასრულების შედეგი. ბოლოს თქვენ დაუბრუნდებით იმ წერტილს, რომელშიც იქნება მრავალპოლუსიანი მსოფლიო. მეგობრებო, აი ამ აღიარებასთან დაკავშირებით, პრინციპში ძველი წესრიგის დასრულების შესახებ ბაიდენმა თქვა 2 წლის წინ, დღეს რუბიო მკაფიო განცხადებას აკეთებს და აქედან გამომდინარე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები რასთან დაკავშირებით. აი უარს ამბობს ჰეგემონიაზე ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისად, ის რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ გრენლანდიასთან, მექსიკასთან, პანამასთან, კანადასთან, აი ეს პრეტენზიები, კიდე ღაზა სექტორსაც მიწუდა, ხო? ეს რაზე მეტყველებს? ამერიკის შეერთებული შტატები აძლიერებენ პოზიციებს, რომლის დაკავებაც მას მოუწევს მას შემდეგ, რაც დადგება მრავალპოლუსიანი სამყარო. ანუ ემზადებიან ამ ეტაპისთვის და წინასწარ აძლიერებენ თავის პოზიციას და აფართოვებენ თავის არეალს. მოდით შოთა თქვენი დავიწყოთ. ხო, ზოგადად ის პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს, ანუ ამერიკის საგარეო პოლიტიკის პარადიგმული ცვლილება, უნდა განვიხილოთ შიდა პოლიტიკურ ჭრილში, ანუ რა ხდება თვითონ შეერთებულ შტატებში. ტრამპი ეს ეგრეთ წოდებული დიდი გადატვირთვის ფარგლებში ახორციელებს მის პერსონალურ ისტორიულ რევანშს იმას თქვათ ელიტაზე, რომელსაც ის ბოლო 10-15 წელიწადი ებრძვის. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს
საერთოდ რატო იყარა კენჭი დონალდ ტრამპმა 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში, ხო? მას ჰქონდა რევანშის სურვილი კლინტონების ოჯახის მიმართ, ბუშის ოჯახების მიმართ და ობამების მიმართ. ანუ მას რაღაც პოზიტიური დღის წესრიგი არ ქონია, მას ჰქონდა, ესე ვთქვათ, მათთვის დამტკიცება უნდოდა რომ მასაც შეუძლია გაპრეზიდენტება და მისი მსოფლმხედველობის რაღაც მომავალში გატარება. დღეს ვხედავთ აი ამ რევანშს. ანუ ის ელიტა, ეს ელიტა არ იყო მხოლოდ ამერიკის სახელმწიფოს ელიტა, ეს იყო გლობალური ელიტა, რასაც მე ჩვენ შეიძლება დავარქვათ deep state-ი, რომელსაც ჰქონდა თავისი იდეოლოგია, ეს ნეოკონსერვატიზმი, რომელთაც იმართება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა და რეალურად მიდის აი ამ საყრდენების ჩამოშლა, ჩამონგრევა ტრამპის მიერ, რომ მან, ასე ვთქვათ, სამომავლოდ საკუთარი საყრდენები შექმნას და ამაზე დააფუძნოს შემდგომ როგორც შიდა პოლიტიკა, ასევე საგარეო პოლიტიკა. აი მარკო რუბიოს განცხადება არის მნიშვნელოვანი იმ გაგებით, რომ ეს არის პირველად არ, მაგრამ ჩვენ ასე ვთქვათ, მეხსიერებაში რაც არის შეერთებული შტატები პირველად აღიარებს რეალობას. რა არის რეალობა მსოფლიოში და ეს არის პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ შემდგომ პრობლემა გადაჭრა, უნდა აღიარო რეალობა, ხო? და რა არის ახლა ეს ასე ვთქვათ ხო, რის თქმა მინდოდა, ხო. მარკო რუბიოსგან ცოტა უცნაურია ეს განცხადება, ხო? ჩვენ ვიცით, რომ მარკო რუბიო არის ცნობილი, ყვადაღებული, ეს ნეოკონსერვატიული პარტიის წევრი. კი, ეს ცნობილი იყო ამით და ნიშანდობლივია ეს რატომ? შეიძლება მე ამას დავადასტურებ, მაგრამ ანალიზის შედეგად ტრამპს სპეციალურად შეარჩია მარკო რუბიო. იმიტომ რომ ყველაზე ასე ვთქვათ, ყველაზე არა, მაგრამ ესეთი თვალსაჩინო ნეოკონსერვატორს უნდა ათქმევინოს ის, რომ მათი იდეოლოგია უკვე აღარ არის, ანუ ვეღარ იქნება მეინსტრიმული და არ მუშაობს. ამ იდეოლოგიამ შეერთებული შტატები მიიყვანა გლობალურ ჩიხში. პირველი ეს არის პოლიტიკური ჩიხი, ეს არის ეკონომიკური ჩიხი და ეს არის კულტურული ჩიხი. პოლიტიკური ჩიხი ჩვენ ვნახეთ რეალურად ეს არის, თქვათ ეს უკრაინის ომი, რომელიც თუ გაგრძელდება მივა მესამე მსოფლიო ომთან ბირთვულ კატასტროფასთან. ეკონომიკური ჩიხი ეს არის ის, რომ ამერიკის საგარეო ვალი ასტრონომიული ტემპებით იზრდება, 36 ტრილიონს აღწევს და არ არსებობს გეგმა თუ როგორ უნდა შემცირდეს ეს ასე ვთქვათ ვალი და ასე ვთქვათ ეკონომიკა გაჯანსაღდეს და კულტურული ჩიხი ეს ყველასთვის ცნობილია. ვოუკიზმის დემონტაჟი. როგორც ვხედავთ, აი ამ საყრდენების გამოცვლა მიდის და შემდგომ რა იქნება? ხო, ესეც უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველი პრეზიდენტობა ტრამპის იყო მაინც სპონტანური. ის შეიძლება ვთქვათ, რომ ქაოტური, კი ბატონო. თვითონაც შეიძლება არ ელოდა გაპრეზიდენტებას და მას არ ჰქონდა დღის წესრიგი. დღეს ჩვენ ვხედავთ საკადრო პოლიტიკას უკვე, რომელიც არის თანმიმდევრული, რომელიც არის შინაარსზე აგებული და ამ ტრამპის იდეოლოგიაზე დაფუძნებული, ხო? თუ ეს საკადრო პოლიტიკა მან დაამტკიცა, გულისხმობ კენედის, გულისხმობ ტულსი გაბარდს, გულისხმობ კეშ პატელს, მაშინ ჩვენ უკვე გვაქვს იმის თქმის საფუძველი გვექნება, რომ ეს იდეოლოგია არ არის მხოლოდ 4 წლიანი იდეოლოგია და მომავალშიც შეიძლება გახდეს მეინსტრიმი. ამ თემაზე ვრცლად ვისაუბრებთ, კიდე მაქვს კითხვები ამასთან დაკავშირებით. ბატონო პატო, თქვენ რას ფიქრობთ? მოგესალმებით. ძალიან რთული ასე ვთქვათ, კითხვა, პასუხგასაცემად მარკო რუბიოს განცხადება მართლა ესე იგი უცნაურია თუ გამოხვალ იმ დაშვებიდან, რომ ესე იგი ნეოკონსერვატორია, ნეოკონსერვატორები გქონია ჩვენ ესე იგი სხვა ტრანსკრიფცია შტატებში იქ გლობალისტები ყოველ შემთხვევაში, იმპერიალისტები, ტრადიციული გლობალიზმის მხარდამჭერები. რატო ქვიათ საერთოდ ნეოკონსერვატორები? იმიტომ რომ ესენი სინამდვილეში პირველი ნეოკონსერვატორები იყვნენ ლიბერალები. ამერიკელების პოლიტიკური სპექტრი ევროპელებისგან განსხვავებით მიუხედავად პოლიტიკური სკოლა, მიმდევრები, ლიბერალები და კონსერვატორები, თქვათ ესეც ყოფენ, ხო? ლიბერალები თავს ესე იგი ასაღებენ მემარცხენეებად. სინამდვილეში არაფერი მემარცხენეობას მე მაგ ლიბერალებში ვერ ვხედავ, მაგრამ ამერიკისთვის მემარცხენეობად ითვლება ის, რაც ესე იგი საშინელი მემარჯვენეობად შეიძლება ჩათვლილიყო ევროპაში. ეხლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნეოკონსერვატორი არის როგორ ვთქვათ,
ამ გლობალიზმის ან ხარდამჭერი ან ეს ნეოკონსერვატორები იყვნენ იმით, ანუ ის მემარცხენეები, რომლებსაც დაარქვეს ნეოკონსერვატორები, იყვნენ იმითი ნაწყენები, რომ ამერიკა თავის მიზნების მიღწევის დროს საკმარისად არ ხმარობს სამხედრო ძალას და ომს. ანუ ესენი არიან ომის პარტია. ეხლა მარკო რუბიო როდესაც ამბობს, რომ უნდა გაუწიოთ ანგარიში მრავალპოლუსიან მსოფლიოს, ჩემი აზრით იმას არ ნიშნავს, რომ ესე იგი ამერიკამ უნდა აღიაროს ეს მომავალი, ანუ მრავალპოლარული სამყაროსი და უნდა შეეგუოს ამას. მე უფრო აი თქვენ რაც თქვით იმ განსაზღვრებას უფრო ვემხრობი, რომ ეს არის ანუ მოდი რეალისტურად დავინახოთ სიტუაცია, უკვე არა ვართ ერთადერთი ზალა, არის ესე იგი სუპერ სახელმწიფო ჩინეთი და არის კიდევ რუსეთი, რომელიც რაღაც განზომილებით შეიძლება სუპერ სახელმწიფო ჩავთვალოთ. ნუ ანგარიში უნდა გაუწიო. ანუ აქ კიდე რა იგულისხმება, დანარჩენ ქვეყნებისთვის ანგარიშის გაცემა საერთოდ საჭირო არ არის, მათ შორის ევროპის. ეს ძალიან დამახასიათებელი საერთოდ ამერიკული აზროვნების. ეხლა ესეთნაირად თუ აზროვნებ შენ, როგორ შეიძლება შენ გინდოდეს ის სამართლიანი სამყარო, რასაც აი უმეტესობა, ვინც მრავალპოლარულ სამყაროზე ლაპარაკობს, გულისხმობს ამაში. მრავალპოლუსიანი სამყაროს მომხრეები ძირითადად იმას გულისხმობენ, რომ ეს იმპერიალიზმი, კოლონიალიზმი, ეს ძველი პოლიტიკები, რაც აქამდე ესე იგი დომინანტური იყო და ეს გლობალიზაციის პოლიტიკა ნეოლიბერალური ამას ნიღბავდა გარკვეულწილად, მაგრამ ინარჩუნებდა ამ სისტემას, ეს სისტემა დაირღვევა და ახდება მრავალპოლუსიანი სამყარო, სადაც ესე იგი ბევრი გადაწყვეტილების მიღების ცენტრი იქნება, მაგრამ ეს მრავალპოლუსიანობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე იმპერიად დაიყოფა. უმეტესობა მრავალპოლუსიან სამყაროს ვინც უჭერს მხარს, მე რასაც უსმენ ყოველ შემთხვევაში არიან პრინციპი იდეოლოგიური მემარცხენეები და გარკვეული ესე იგი სოციალურ-სამართლიანობის მხარდაჭერები, ანტიკოლონიალისტები და ასე შემდეგ. ეხლა ის კიდე სხვა ამბავია ეს მრავალპოლუსიანი სამყარო არის თუ არა ის კონცეფცია, რას საიდკენაც რეალურად მიდის სამყარო. იმიტომ რომ მაგალითად ჩინეთი ჩემი აზრით ისეთ პოლიტიკას ატარებს, რომ აი არ ლაპარაკობენ არაფერს საწინააღმდეგოს არც იმ კონცეფციების მიმართ, რასაც საკუთარი მხარდამჭერები და ასე ვთქვათ მოკავშირეები ვთქვათ უჭერენ, ვერ ნახავთ რომ ჩინელებმა თქვეს სადმე მრავალპოლუსიანი სამყარო ცუდია, მაგრამ არავინ არ აქცევს ასევე ყურადღებას იმას, რასაც ჩინელები ხანდახან ამბობენ რაღაც კონტექსტში. და მე ძალიან დამამახსოვრდა ერთი ჩინელი ანალიტიკოსის გამოსვლა, სადაც ის ლაპარაკობს, რომ იწყება ახალი გლობალიზაციის ეპოქა. იწყება რას ნიშნავს? მათი სურვილია ისეთი მომავალი, სადაც ისინი სხვა ტიპის გლობალიზაციას ხედავენ და მე ესე იგი ვიტყვი სინამდვილეში ჩინური ისტორია როგორ უჭერს ამ კონცეფციას მხარს და მეც მგონია რომ ეს მრავალპოლუსიანი სამყარო ევროპული გაგებით არის გარკვეული შეზღუდული აღქმა იმის რაც შეიძლება მოხდეს. ანუ აქ დაშვება არის აი ამასინად ნუკრისთანაც ვიყავი ეთერში და იქაც თქვით რომ აი ეს ხო არ მიდის ეს მრავალი იმპერიისგან შემდგარ სამყარო. ევროპელები ესე აზროვნებენ, რომ ესე იგი ან ერთი იმპერია, ან რამდენიმე იმპერია უნდა იყოს, ანუ ის ძალადობის ცენტრები და ესე იგი რაც აქამდე იყო დამახასიათებელი ევროცენტრული ესე იგი ისტორიისთვის, ხო? მთელი ისტორია ეს ანალიზდებოდა აი ევროპული ტრადიციების და გაგების. ამას ვერ ცივლება ევროპული აზროვნება. ანუ ის რო ჩინეთი არსებობდა როგორც იმპერია, მე თუ ძალადობა უნდა იარსებოს, მაგრამ ეხა ერთის მაგერად მივიღოთ ბევრი ძალადობის ცენტრი შეიძლება, ხო? მაგრამ ის რომ საერთოდ არ იყოს ძალადობა, საერთოდ არ იყოს იმპერიები, რაღაცა სხვა პრინციპებზე აიგოს სამყარო, აქ
ეს აზროვნება აქამდე არ დადის. და ჩემი აზრით მაინც სამყარო უფრო სამართლიანი წესრიგის, ახალი წესრიგისკენ წავა. ეხლა რაც შეეხება მარკო რუბიოს იმ რაში გემხრობით, რომ ის თulis რომ აი ესეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ კიდე რაღაცა იმპერიები და ძალის ცენტრები ჩნდებიან და ჩვენ როგორც იმპერია, ეს უნდა გავითვალისწინოთ, ისინი ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესენი ვარს ამბობენ თავიანთ იმპერიულ ამბიციებზე და შეეგუებიან სხვების გავლენის ცენტრებს და ანუ გავლენის სფეროების გადანაწილებას. გავლენის სფეროების გადანაწილება რაღაცა პერიოდი იყო დასავლური იგი გეოპოლიტიკის ნაწილი. ეხლა მე ისტორიკოსი არა ვარ, ამას კარგად ვერ გავიხსენებ, რომელ ეპოქას და რომელ შეთანხმებებს ეძახიან იმ გადანაწილებას, ეს რა თქმა უნდა მეორე მსოფლიო ომამდე ხდებოდა და იმპერიალიზმის ნაწილი იყო ევროპული იმპერიალიზმის, მაგრამ შემდეგ ახლა ეს ანუ გავლენის სფეროების გადანაწილება ყოველთვის ითვლებოდა ძალიან ცუდ პოლიტიკად. ყოველ შემთხვევაში მემარცხენეებისთვის. ცუდ პოლიტიკად, ეს არის იმპერიალისტური პოლიტიკა. გავლენის სფეროების გადანაწილება. თუ ჩვენ მრავალპოლუსიან სამყაროს ისევ გავიგებთ იმ ევროპული იმპერიალისტური ტრადიციის გაგრძელებად, რასაც ქვია გავლენის სფეროების გადანაწილება ბჭყალებში, ანუ ცუდი გადანაწილება, ხო? მაშინ ესე იგი მივდივართ ცუდი სამყაროსკენ. ამ დროს აი ამ მრავალპოლუსიან სამყაროს ხო გეუბნებით, უჭერენ მხარს არა ესეთი იმპერიალისტები და ნეოკოლონიალისტები, არამედ პირიქით, უფრო პროგრესული ხალხი. და ამაში რაღაც აზრს დებენ, მაგრამ თვითონაც არ იციან რა აზრს დებენ, იმიტომ რომ ევროპული ტრადიციული აზროვნება ვერ ცდება ძველ კლიშეებს. ანუ ის იდეოლოგია, რაც ნიშნავს მრავალპოლუსიანი სამყარო, აი ვერ ცდება ამ საზღვრებს და შესაბამისად ვერ აყალიბებს ახალ ხედვას, ახალი სამყაროს. როგორი შეიძლება ვერ აყალიბებს იმის გამო, რომ ევროპაც კი ხვდება, რომ ალბათ პირველად რაღაცა 700-800 წლის განმავლობაში ევროპა შეიძლება არ იყოს დიდ მოთამაშეებს შორის. ანუ ეს ევროპა ხო არ იღებს მონაწილეობას ამ გადანაწილებაში. ყოველ შემთხვევაში ხო, ეს კიდე საინტერესო რაღაც ნაწილია, რომ ევროპა საერთოდ ამოვარდნილი დიდი გავლენის ცენტრების ანალიზის დროს, აი ხო მარკო რუბიო საერთოდ არ ასახელებს. არასახელებს, არა. ევროპა ამერიკისთვის არ არის დიდი მოწინააღმდეგე, მას ევროპის ჩემი აზრით მათ იმპერიულ განზრახვებში პირიქით ევროპის დაქუცმაცება არის საჭირო. მოდით ამაზეც ცალკე ვისაუბროთ. კარგით. მადლობა ამ პასუხისთვის. ახლა მოდით ჩვენ გვაქვს მეორე სლაიდი, სადაც არის ჩამონათვალი იმ საქმეების, რომელიც გაკეთებაც მოასწრო ტრამპის ადმინისტრაციამ. სულ რაღაც 3 კვირა არის გასული. აი ნახეთ, მექსიკა დანებდა, პანამა დანებდა, კოლუმბია დანებდა, ვენესუელა დანებდა, კანადა დანებდა. მასობრივი დეპორტაციები არის უკვე დაწყებული. მეტიც იქ ზოგიერთი ქვეყანა ცენტრალურ ამერიკაში თავაზობს თავის ქვეყანას, როგორც დიდ ციხედ. ნუ აქაც რატომაც არა ბიზნესი, ხა რო იქცეს გონდურასი ან სალვადორი რაღაც ციხედ ამერიკის კონტინენტზე სარფიანი ბიზნესია პრინციპში. ბრძოლები, ანუ ხამასმა განთავისუფლა, ეს პროცესი გრძელდება, ესეც ტრამპის დამსახურებაა, რა თქმა უნდა. Day პროგრამა ეს ინკლუზიური რაღაც ინტეგრაციისა და რაღაც აი მრავალფეროვნების და ასე შემდეგ დასრულდა. ბიუროკრატია მცირდება და შემცირდება, როგორც ვრცელდება სხვადასხვა მედია საშუალებებიდან ან განცხადებებიდან, იგივე ილონ მასკის განცხადება აპირებენ 2 მილიონი ადამიანის შემცირებას და ამით დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის ეკონომიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეხლა თუ კი გავითვალისწინებთ აი ამ ფინანსურ მდგომარეობას შტატებში, ნუ გულისხმობ აი ამ 27 ტრილიონიან დავალიანებას და ასე შემდეგ. FBI გრძელდება წმენდა, USAID დაფინანსება არის შეწყვეტილი, გენდერული იდეოლოგია არის გაუქმებული.
დოჯი ეს მილიარდობით დოლარის ეკონომია მოახდინა ტრამპს ეს რაც თქვი მასკზე უფრო სწორად 51 მზვერავს შეუჩერდა უფლებამოსილებად დღეს ეს უკვე ეს რიცხვი ბევრად უფრო მეტია საზღვრების უკანონო გადაკვეთა 93%-ით არის შემცირებული იგულისხმება ესე იგი მექსიკა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარი ბუნებრივია კალიფორნიის წყალსაცავი შევსებულია მოკლედ ერთ შვენიერ დღეს ვაშინგტონი გაიღვიძა და მიხვდნენ რომ არიან ჩელიაბინსკში ვინაიდან ის რასაც ჩვენი ოპოზიციური პუბლიკა ესე იგი რაშიც არ დანაშაულებდა ოცნებას და ხელისუფლებას აი გადაჭარბებით არის შესრულებული ამ სამი კვირის განმავლობაში და ჯერ სად ვართ აქედან გამომდინარე მე მაქვს ესეთი კითხვა. ნუ შეგვიძლია ეს დავამატოთ ღაზას პრობლემა, სკანდალური გადაწყვეტის გეგმა რაც ტრამპს გააჩნია რივერას მოაწყობს გადაასახლებს ამ პალესტინელებს და მოკლედ ასევე მოაწყობს ოღონდ ისრაელს არ პირდება ამ ტერიტორიას თავისთვის უნდა. ანუ ყველას ეკნება შესაძლებლობა დასვენების და დროის დარღვევის. ნუ უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაიწყო უკვე ჩვენ ხედავთ აქ ინტენსიურ კონტაქტებს ამ ჩამონათვალში ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიადგნენ CIA-ს, ანუ დაზვერვის სააგენტოს და იქაც მოსალოდნელი არის წმენდა, თანაც არის ტოტალური. და ის რომ გაეროს ადამიანთა უფლებების კომიტეტიდან გამოვიდა, სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდანაც გამოვიდა, ამას ცალკე კითხავთ, ახლა კი აი ამასთან დაკავშირებით. ეს ჩამონათვალი. რას გვეუბნებ ეს ჩამონათვალი და რომელი აი ამ ოფციიდან, ამ პუნქტიდან თქვენ გენიშნათ და რომელი თქვენი აზრით მიუთითებს ტრამპის გენერალურ რაღაც გეგმაზე, ან ამოცანაზე. მოდი ჩვენ. ხო, ნუ მე რაღაც ვახსენე, ეს არის საყრდენების დანგრევა, ეხა მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული აუგიას თავლების წმენდა. დავარქვათ ამ პროცესს, ხო? ჰერაკლია მოგვიყვება ტრამპი. ასე გამოვიდა. ხო, ძირითადად მიმართულებები აქ თუ დავაკვირდებით, ეს არის კულტურული მიმართულებები, ეს მრავალფეროვნების, თანასწორობის და იდენტობის პოლიტიკების მორღვევა, მიგრაციის საკითხი, რასაც აქამდე პირდებოდა და ნუ ძირითადად აი რაც ვახსენე CIA-ის, USAID-ის და აი ამ საყრდენი ინსტრუმენტები რაც იყო აი ამ გლობალიზმის, აი ამ ინსტრუმენტების დამსხვრევა მიმდინარეობს ახლა ამ მომენტში. მე მინდა რომ ბატონ პატას გამოვეხმაურო მულტიპოლარიზმის საკითხზე. ზოგადად ამ ტერმინის მიმართ არსებობს კრიტიკა. იმიტომ რომ სიტყვა პოლუსი, პოლარულობა ნიშნავს, ნუ ორი, მაგრამ თავის-თავში მოიცავს ვიღაცასთან, ანუ სხვა პოლუსთან დაპირისპირებას და ბევრი რაღაც უთხრა ანალიტიკოსს შემოაქვს ესეთი ფრაზა მულტიკვანზური სოფლიო, ანუ რას გულისხმობს ახლა, ხო? რამდენიმე პოლუსი, რასაც ჩვენ ვუძახით, არის ერთ ბლოკში. თუ ერთ ბლოკშია პოლუსი რანაირად არის, ხო? ნუ გულისხმობ რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს, ხო, რომელიც შეიძლება მომავალში გახდეს წამყვანი ქვეყანა, ხო? ამიტომ, ანუ ეს პოლუსები თანამშრომლობით გამოირჩევიან ერთმანეთთან, ხო? ნუ კაი ვთქვათ, შეერთებული შტატების სხვა მხარესაა, ხო? ამიტომ არის ამ ტერმინის მიმართ ესეთი კრიტიკა, რომ ეს არის უფრო რაღაცა ბიპოლარული სამყაროს მემკვიდრეობა, რახან ამ ტერმინს შეჩეული ვართ ეს მულტიპოლარულობა შეიძლება ბიპოლარული აშლილობა ხო არა ხულდის ამ ყველაფერს ხო ტრამპს რაც შეეხება ეხლა თვითონ ისრაელის საკითხიც ესეც მთავარი დაპირება იყო მაგრამ ის რაც მან განაცხადა ეს უფრო მე თქვენს რომ სპონტანური იყო იმიტომ რომ არ იყო შეთანხმებული სახელმწიფო დეპარტამენტთან თვითონ ნეთანიაჰუმაც არ იცოდა რომ ამაში წუთით ადრე შეატყობინეს და გაუგრებული უყურებდა ნეთანიაჰუ ამ ეს როგორ გითხათ ეს არის რაღაცა უძრავი ქონების აგენტის განცხადებას უფრო გავდავით დეველოპერის განცხადება ვიდრე რაღაც გეოპოლიტიკაში და საერთაშორისო პოლიტიკაში ჩახედული ადამიანის ის რაც მან განაცხადა მე ფიზიკურად ვერ წარმოვიდგენია როგორ შეიძლება განხორციელდეს. მე არავის არ წარმოვიდგენია. ვინ უნდა მოახდინოს 2 მილიონი ადამიანის აყვანა და წაყვანა, ხო? ნუ თავარი პრეტენდენტი არის ისრაელი, ამას ეომება ამასი და ნახეთ რაც მოხდა, ან ისევ შეერთებული შტატების ჯარი უნდა შევიდეს და წაიყო, ხო? ნუ რაღაც ცოტა ესეთი მე შეფასდა კიდევაც ცოტა კომიკური განცხადება, რომელსაც ეს ძირითადად მე ვთვლი რომ ეს განცხადება იყო უფრო შიდა მოხმარების მან და ნუ შიდა და ისრაელის საზოგადოებისთვის მან დააკმაყოფილა ეს ებრაული ლობის სურვილები, მათ ყურს გააგებინა ის რისი გაგებაც უნდა და ბენიამინ ნეთანიაჰუსაც გააგებინა ის რაც მას უნდა გაეგო და ამითი შეიძლება რა გააკეთა
ძალიან დიდი კრიტიკაა აი ამ შეთანხმების მიმართ ისრაელში, რაც გაფორმდა ჰამასსა და ისრაელის მიმართ, ისრაელს შორის. და არის მოარული საუბარი, რომ მეორე ეტაპი ჩაიშლება და განახლდება კონფლიქტი და აი ამ ტრამპის აი ესე ვთქვათ ამ დაპირებებით და მსხვილი რაღაც სურვილების გაჟღერებით შეიძლება ახდეს აი ამ მეორე ეტაპი რო არ ჩაიშალოს ამის პრევენციას და ასე ვთქვათ ეს მშვიდობა რა ცეცხლის შეწყვეტა რაც მოხდა ის ასე ვთქვათ განგზობითი სახე შეიძინოს. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა, მეც გამოვარჩევდი ამ ჩამონათვალში, ანუ ისრაელი ებრაული ლობი არის ერთ-ერთი დასაყრდენი ტრამპის, აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ შეთანხმება ჰამასსა და ისრაელს შორის. ისრაელის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და ამ მმართველი კოალიციისთვის ბევრი მიიჩნევს, რომ ეს არის მარცხი. ხო, აი აქ დავამატებ უკაცრავად. თუ მეორე ეტაპი განხორციელდა, ეს ნიშნავს რას? ძევლების განთავისუფლების შემდეგ. ღაზას ტოვებს ისრაელი. ანუ ეს არის უკვე სტრატეგიული მარცხი და ეს რას ნიშნავს? ბენიამინ ნეტანიაჰუს მთავრობის დაშლას. ამას არ მოითმენს არც ბენ-გური და არც სმოტრიჩი და ეს არის მის პოლიტიკური კარიერის დასასრული. ამიტომ არის ეს მოარული აზრი, რომ მან შეიძლება არ შეასრულოს ეს მეორე ფაზის ასე ვთქვათ ჩანაწერები. კი ბატონო, უბრალოდ მე გეთანხმები რაში, რომ ძალიან დემონსტრატიული იყო, აი შეიძლება გაშარჟებულიც კი, აი ტრამპის დამოკიდებულება ნეთანიაჰუს მიმართ. როდესაც ეს სავარძელი დასვა ხო, რაღაცა იქ მიწია, მე აჩუქა ის გასაღები თეთრი სახლის, ანუ ავლენდა თავის რაღაცა ამ აღფრთოვანებას, პატივისცემას და შეიძლება ეს სხვა რამის ნიშანი იყოს. შეიძლება მეც აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ აბსურდულად გამოიყურება ეს იდეა გადასახლებასთან დაკავშირებით პალესტინელების, ერთი პალესტინელებს არ უნდა. მეორე არც ერთი ქვეყანა არ მიიღებს, იმიტომ რომ გამოცდილება არის იორდანიის გამოცდილება, სადაც პალესტინელების დიდი ნაწილია და ეს ხალხი არის პასიონარული, ის ვერ მშვიდდება, იგივე არის ასადის რეჟიმსაც გამოცდილება, იქ პალესტინელები საკმაოდ რბილად რო ვთქვათ, დესტრუქციულ ძალას წარმოადგენდნენ, ამდენად არც არავის უნდა პალესტინელების გადმოსახლება და და რა თქმა უნდა თვითონ პალესტინელებიც ალბათ უარზე არიან. და აი ეს ყველაფერი ალბათ მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება ისრაელს რაღაც პრობლემები შეხვდეს მომავალში. იგივე აი ამ კონფლიქტის საბოლოო დარეგულირების თვალსაზრისით. პატა, თქვენ რაც ფიქრობთ? აი, რამდენიმე კითხვა რაც თქვენ დასვით, მე მგონი პასუხს მოითხოვს, ახლა ჩამოვთვლი თუ მართლა სწორად ერთი რომ თქვენ დასვით კითხვა რომ აი საითკენ მიდის ტრამპის ესე იგი გეგმები გლობალურად ესე იგი როგორია, რის გამოაკეთებს ამას ყველას, ამაზე შემიძლია ერთი სიტყვის თქვა, ესე იგი როგორ ვაანალიზებ, დიდი ჩარჩო როგორია, შემდეგ აი ეს ერთ კონსერვატული ნაბიჯები, რომელიც ჩვენთვისაც ახლა ამ შემთხვევაში მე და თქვენთვის ესე იგი გაზიარებული არის, ესე იგი არის გადაადგა ტრამპმა ხო და ბევრს საქართველოშიც გაუხარდა ეს გაუხარდა თუ კაცმა თუ კაცი ხალხი ბევრს ქვეყანაშიც გაუხარდა ეს რატო არის ესე იგი კარგი და ვისთვის არის კარგი და ეს რატო არის ანუ ვინ არის ამის მხარდაჭერი ამას ტრამპი რატო აკეთებს და არის და ისინი ვისაც საზღვარგარეთ უხარიათ იგივე რაღაცა იმ ხალხის მომხრეა, ვისაც ეს უხარია ამერიკის შიგნით. ანუ მაგ განსხვავებაა, შეიძლება ამაზე ითქვას კიდე. მემარჯვენე ძალებს უჭერს მხარს ტრამპი. ჩვენ ვხედავთ, რომ ესე იგი დემონსტრატიული კომპლიმენტარულია ორბანის მიმართ, მელონის მიმართ და ნაჯელ ფარაჯი, ანუ ყველა ევროპელი მემარჯვენეს, რომელსაც ევროპაში ხშირად ფაშისტებსაც კი ეძახიან, ხო? ეს აშკარად არის. სხვათა შორის ოცნებას ამ ტრანსკრიფციაში არის ფაშისტური პარტია. ხო, აი ეგ მაგაზე შეიძლება ლიბერალების ფაშიზმი და ეს როგორ არის
ეს ინტერესთა ჯგუფები ამერიკაში, როგორ ევროპაში, რატომ არის, რომ ევროპაში რასაც ეძახიან ფაშიზმს, ის არის სინამდვილეში მემარცხენეობა, რასაც ამერიკაში ეძახიან ფაშიზმს, ის არის უბრალოდ ევროპელები, რასაც ფაშიზმს ეძახიან. ნუ მაგას ეხლა ხო შევაგვერიოს უბრალოდ. და მესამე კიდევ აი რაც ბოლოს თქვით, ეს რა იმაში ჯდება, ესე იგი რა ლოგიკაში ჯდება ეს ტრამპის ეს ესე იგი განცხადება გაზას მიმართ, მაგრამ თუ ჩარჩოდან დავიწყებთ, უფრო ადვილად მივხვდებით და ვეცდები რომ ძალიან მოკლედ. რეალურად ტრამპი არის იმპერიალისტი, იმპერიალიზმის მთავარი სამიზნე ამერიკის, ანუ რომელიც ძალიან ფაშისტურად ხედავს, ხო, ესე იგი Deutsche Uberales, ხო, იგივე გადმოღებულია ტრამპსაც. ამერიკა უპირველეს ყოვლისა რას ნიშნავს ამერიკას უპირველეს ყოვლისა ამ შემთხვევაში? ეს ნიშნავს ჩინეთის განვითარების გაჩერებას. აქედან იწყება ყველაფერი, ხო? ეს პოლიტიკური ჩარჩო არსებობს. ეხლა ჩინეთი თუ არის დაპირისპირების მთავარი, ესე იგი სამიზნე. აქედან ადვილი გასაგებია უკვე თუ რა პოლიტიკას ატარებს ტრამპი ებრაელების და სიონისტების მიმართ. ცოტა გაუგებარია და ამ ლოგიკაში შეიძლება არ ჩაჯდეს ის თუ აი ეს კონსერვატული პოლიტიკები ვის ინტერესებშია, მაგრამ ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ტრამპის კონსერვატული პოლიტიკები არის ქვეყნის შიგნით ძალიან ფაშისტური, ანუ ფაშისტური იმგარგებით, რომ ტრამპი თვითონ აღიარებს, რომ ეს არის მუშათა კლასის მხარდამჭერი, ის მუშათა კლასი, რომელიც ტრამპს მხარს უჭერს, არის ამ იდენტობის პოლიტიკის წინააღმდეგი, იმიტომ რომ რეალურად ეს იდენტობის პოლიტიკები, ხო, მიუხედავად იმისა, რომ მემარცხენე იყო განცხადებული და მემარცხენეობა თითქოს მუშათა კლასის იდეოლოგია, სინამდვილეში ეს იყო სუპერ ოლიგარქიული იდეოლოგია, რომელიც არის ყველა ჩვეულებრივი ადამიანის და მუშათა კლასის, მათ შორის საშუალო კლასის წინააღმდეგი. ეს არის სუპერ ჩაგვრა. და ეს გასაღებული იყო მემარცხენეობად მანამდე. ოღონ ამერიკულ ვარიანტში. ეხლა ევროპულ ვარიანტში ეს ტრადიციულ მემარცხენეობაში არასდროს არ შედიოდა რა. თუმცა შედიოდა სულ დასაწყისში კომუნისტური იდეოლოგიის ნაწილი იყო, მაგრამ ევროპაში არ შედიოდა. ეხლა ევროპული მაგალითად პარტია, სარა ვაგენეხტის პარტია, ეს არის ტრადიციული მემარცხენე პარტია, მაგრამ ამათ მიიჩნევენ ევროპაში ეხლა და ეს გლობალისტები მემარჯვენე პარტიად, ხო? მაგრამ აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი, იმიტომ ჩვენ ევროპაშიც არეული გვაქვს ეს მემარცხენეობა. ევროპაშიც არეული. აი, ნახეთ, ესე იგი ტრადიციულად მემარცხენე პარტიები იყვნენ ებრაელურად პროსიონისტურად ვერ ვიტყვი, მაგრამ ებრაელების მიმართ რაღაც სიმპათიებს გამოხატავდნენ. სარა ვაგენკნეხტი, როგორც ძალიან ბევრი მემარცხენე პარტია, მხარს უჭერს პალესტინელებს. და პირიქით, ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელიც აი ამ ევროპულ და გერმანულ პოლიტიკურ ტრანსკრიფციაში მიიჩნევენ, რომ ეს არის ფაშისტური, ნაცისტური პოლიტიკური ორგანიზაცია, ის მხარს უჭერს ისრაელს ამ კონფლიქტში და არა პალესტინელებს. ამიტომ არა მხოლოდ შტატებში, ევროპაშიც მიმდინარეობს ახლა ტრანსფორმაცია, აი ეს იდენტობების, ახალი იდენტობების ძიება და ხშირად ჩვენს კი გვიჭირს იდენტობის აი სახელის დარტყმა პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, ხო? კი ბატონო, იმიტომ რომ აქ ესე იგი ეს აიხსნება იმპერიალიზმის ხასიათით. ამერიკაში ის იმპერიალიზმი, რასაც ტრამპი ახორციელებს, არის სხვა ქვეყნების ჩაგვრა, ჩაგვრის დაპირება. სხვა ქვეყნებს დავჩაგრავთ ჩვენი ხალხის ესე იგი სასარგებლო. ეს არის ფაშისტური იდეოლოგია, ამიტომ საშუალო კლასი ის, რომელმაც დაკარგა ესე იგი თავისი შემოსავლები და გავლენა დეინდუსტრიალიზაციის შედეგად, ფაშისტ ტრამპს მხარს უჭერენ. ფაშისტ სამხრივ გავს ტრამპი. ევროპაში იგივე სიტუაცია არ არის. ევროპაში სარა ვაგენკნეხტის არის ამ
იმის წინააღმდეგ, ემიგრაციის წინააღმდეგ, იგივე მუშათა კლასის მხარდასაჭერად, მაგრამ ის არ არის კაპიტალისტური მხარდაჭერა, ანუ საგან ვაგეხტები, არ არის იმპერიალისტი, იმას არ პირდება, რომ იმას რა ქვია, სხვა ქვეყნებს დავჭაგრავთ, ის ამბობს, რომ შიდა ქვეყნის შიგნით უნდა იყოს სამართლიანობა, გადანაწილებული გავლენები და სიმდიდრეები. ეს არის განსხვავება. ისინი იმპერიალისტები, ესენი ნაკლებად ან არა იმპერიალისტები. ეხლა განვითარებად ქვეყნებში კიდე სხვანაირად არის. იქ მემარცხენეები არიან ანტიკოლონიალისტებიც, იმას რა ქვია, გლობალისტებიც და იდენტობის პოლიტიკის იმიტომ რომ ისინი ყველანაირად დაჭაგრული ხალხია. არც სუპერჩაგვრა არ იზიდავთ მათ, ხო? ეს ვითომ და მემარცხენული იდენტობის პოლიტიკები, ეს არის სუპერჩაგვრა, ამაზე უფრო დიდი ჩაგვრა არავის არ მოუგონია არასდროს. ამის შემდეგ მოდის უკვე ეს ემიგრაციის პრობლემა, რა თქმა უნდა, ამათ არავითარი ემიგრაციის პრობლემები და ისინი არ აწუხებთ, პირიქით არის ყველაფერი, ხო? და შემდეგ არის იმპერიალიზმი და შიდა გადანაწილება. არც იმპერიალიზმი განვითარებად ქვეყნებში არავის არ აინტერესებს და შიდა გადანაწილების მომხრე არის ზუსტად ის მთავრობები და ის ხალხები, ვინც არიან ანტიკაპიტალისტური. ამიტომაც იქაური მემარცხენეები განვითარების პოლიტიკების მომხრეები არიან, მაგრამ არც ევროპულ და არც ამერიკულ იდეოლოგიებს და ამათ მემარცხენულ გაგებაში არ ჯდებიან. ეხლა მივიდეთ ებრაელების საკითხამდე. ებრაელების და სიონისტების მხარდაჭერა ტრამპს უნდა რომ ჩამოიშოროს თავის პასუხისმგებლობიდან. ეს პასუხისმგებლობა რაში უშლის ხელს? ზუსტად ჩინეთთან დაპირისპირების პოლიტიკაში, იმიტომ რომ ისრაელის კონფლიქტებში ჩაბმა ეს არის ტრამპის და თვითონ ამერიკის შეხედულებით მეორე ფრონტის გახსნა, რომელიც იცის, რომ მას არ შეუძლია მეორე და მესამე ფრონტების გახსნას ტრამპი ირიდება. სწორედ ეს არის ის, რასაც ბევრი სხვადასხვანაირად ბევრს აიძულებს, რომ ზოგმა ესე გაიგოს, ზოგმა ისე გაიგოს ტრამპის პოლიტიკები. ტრამპი არის მომხრე უკრაინის კონფლიქტის თავიდან მოშორების, ტრამპი არის მომხრე ისრაელის კონფლიქტის თავიდან მოშორების და აქედან არის მისი ვითომ და კონსტრუქციული, ესე იგი, წინადადები. რეალურად ეს არის მეორე და მესამე ფრონტების მოშორება ჩინეთის წინააღმდეგ დასაპირისპირებლად, მაგრამ რუსეთთან ცოტა უფრო რთულად არის, აქ არის ძალიან მარტივად. ტრამპი ამბობს, რომ მე არ მინდა ამ კონფლიქტის გაგრძელება, კი მაგრამ როგორ მაშინ, ყველა გაჭედილები ვართ, ხო? და ტრამპს მოვიდა, კი მაგრამ რატო არ შეიძლება ეს ხალხი გადავასახლოთ სხვაგან და ყველანი კარგად იგრძნობენ. ხო, ეხლა ადამიანები, რომლებიც ამათ ტრადიციულ ჩარჩოებში აანალიზებდნენ, ესევე პირდაპირ აღშფოთდნენ, რომ როგორ ესე იგი ისე ომის დაწყება უნდა ღაზაში, ეს იგი სხვანაირად არაფერი არ გამოვა, ხო? არა, ომის გარეშეო, მე არ დამჭირდება არც ერთი ჯარისკაცი ამერიკელი. გადავასახლებთ, მივცემთ რაღაც, აუშენებთ იქ ბინებს, კოტეჯებს. ამაში პირველი განცხადებების დროს საერთოდ ომზე ლაპარაკი არ იყო, მერე კომენტატორების უმეტესობა ამაზე გამახვილა ყურადღება, რომ ეს არის ომისკენ გზა. მერე გამოვიდა ტრამპის ეს public relations ვინც არის რა პრეზიდენტი. ხო, იმან თქვა, რომ აქ არ მიდის არავითარ სამხედრო ჩარევაზე ლაპარაკი. აქ მიდის ლაპარაკი მშვიდობიან გადასახლებაზე. ეხლა წარმოიდგინეთ ტრამპის როგორც მერკანტილისტის და ესეთის და მარტივი შეხედვილი. რა არის ამაში გაუგებარი? ეხლა რატო არ ესმით, რას ვამბობ? მე ვამბობ, რომ ეს ხალხი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და იმიტომ არ მიდის სხვაგან, სახლები დანგრეული აქვს, იმიტომ არ მიდის სხვაგან, რომ არავინ არ თავაზობს აქ წასვლას. თორე აქ ცხოვრება ხო შეუძლებელია. ეხლა მოდი მე ამ ჰუმანურ წინადადებას დავსვამ მთელი სოფლიოს წინაშე და დავიჭერ რამდენიმე კურდღელს. ისრაელსაც ჩამოვიშორებ. ამერიკას ესე იგი გენოციდის და ნეოკოლონიზმის მაგივრად
ჰუმანისტური მას შევძენ, პროფილს შევძენ. ებრაულ სიონიზმსაც მოვისყიდი ქვეყანაში და ძალაუფლებას ფაქტურად ესე იგი ავიღებ საკუთარ ქვეყანაშიც ჩემი პარტიის ხელში. და ესე იგი არაბულ ქვეყნებსაც ჩემ მხარეზე გადმოვიყვან, იმიტომ რომ მათ მიზნებსაც ესე იგი დავაკმაყოფილებ. მე მეუნები რომ ესენი კი არ გავყაროთ აქედან. ეგვიპტემ და იორდანიამ დროებით მიცენ ამათ თავშესაფარი, სანამ მე ამ ტერიტორიას ავაშენებ. დროებით. მე დაბრუნდნენ, კაცო, მე აქ გადავაქცევ 64-ეთ ამას და არაბებს ვპირდები, რომ ამ 64-ში არათუ დავაბრუნებ ამ პალესტინელებს, არამედ არაბებს, რომლებიც ფულით დამეხმარებიან ამ კეთილ საქმეში. მივცემ ბიზნეს ამ სანაპიროზე, რომ ეს გადააქცევენ ტურისტულ ბიზნესად და კიდევ რაღაც უფლებები მოიპოვონ იქ ოფშორული კი არა, სანაპირო ნავთობი და რაღაც კიდევ აქ იქ საკუთრება, რომელიც ბუნებრივი რესურსებით მდიდარია და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და ამაზე მივცემ ლიცენზიებს არაბულ ქვეყნებს, არაბეთის გაერთიანება, მისი მოკავშირეება თუ ვინც ითვლებიან, საუდის არაბეთს და ასე შემდეგ. ვინ არის აქ წაგებული? რეალურად ნატანიაჰუ წაგებულია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნატანიაჰუს და თანამედროვე ისრაელის ესე იგი მიზანი არა იმდენად პალესტინის ჩვენ გვილაპარაკია, რომ მისი მიზანი არის რომ ამერიკის ჩათრევა უნდა მას ომში რეალურად ამ ახლო აღმოსავლეთში. რამდენად ამერიკის მართვა ხდება სიონისტურ კონფლიქტში ამერიკული ელიტის ჩათრევით. როდესაც ამერიკა ჩათრეულია ამ რეგიონში, მაშინ ეს სიონისტური ელიტა შტატების სიონისტური, ვაშინგტონის სიონისტური ელიტის გავლით მართავს მთელ მსოფლიოს და თუ ამერიკა ტრამპის გეგმის მიხედვით აქ მოაწყობს რაღაცა პატარა 64-ს და პატარა რაღაც ბიზნესს ფრენდლი გარემოს, თუნდაც იქ მცხოვრები ებრაელებისთვის, ეს ისრაელის ელიტის არათუ ინტერესებში შედგა მისი საწინააღმდეგოა, იმიტომ რომ ისრაელის თანამედროვე სიონისტული ელიტა მართავს ვაშინგტონის საშუალებით მთელ მსოფლიოს. კი ბატონო. ბატონო, როგორც რეზუმირება რო გავაკეთოთ აი ამ კითხვის და თქვენი პასუხების ემთხვევა ბევრი რამ. ანუ ჩვენ ვხედავთ რას რეალურად ტრამპმა მიაღწია იმას, რომ გაზარდა ან გაზარდა ბაჟის გადასახადი, ან აღებინა მექსიკაზე, კანადაზე ეს ხარჯები, რაც ითხოვდა. ანუ ეს არის მიგრაციის რეგულაცია, მიგრაციის არ დაშვება, ნარკოტიკების ტრაფიკის შეზღუდვა და ასე შემდეგ. ამ ამოცანას ის ასრულებს. გარდა ამისა, ყველაფერი ის, რაც ეხება იდეოლოგიას და აი ამ ესე იგი ვოუკიზმს, ანუ პრაქტიკულად არის ანიგილაცია მოხდა. მე არ ვიცი ახლა რა რესურსი უნდა დაიხარჯოს რომ აღორძინდეს და გარდა ამისა ამაზე ვილაპარაკებთ უკვე გადაცემის ბოლოს, მე მგონი აქ პოლიტიკური მიზანშეწონილობაც არის. და გარდა ამისა ის რაც ხდება ბიუროკრატიაში, ანუ ბიუროკრატიის დრამატული შემცირება, ხარჯების შემცირება, ჩვენ ვერ მოვასწრებთ ამ გადაცემაში, ვერ ვილაპარაკებთ იმაზე თუ რატომ აკეთებს აქცენტს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მთლიანად კრიპტო საშუალებებზე, იქ სხვადასხვა კოინებზე და სტეპ კოინებზე და ასე შემდეგ. მაგრამ აი ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ამერიკა პირველ რიგში ამერიკამ უნდა მოაწესრიგოს თავისი ბიუჯეტი, თავისი რესურსის მობილიზაცია მოახდინოს, შეაჩეროს ეს კონფლიქტები, არაზეც პატამ თქვა ხო, ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში, იმისთვის რომ გაძლიერებული და ბევრად უფრო ეფექტური უკვე მოემზადოს აი ამ დიდ დაპირისპირებასთან, რომელსაც ყველა ელოდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. მოდით გადავიდეთ სხვა კითხვაზე, ჩვენ ვახსენეთ აი რამდენიმე პუნქტი და მათ შორის ესე იგი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან გამოსვლა. შოკის მომგვრელი რამ, შეგახსენებთ რომ და ესე ძალიან საინტერესოა, ამ გლობალისტური სტრუქტურებიდან გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატები და მერე მილეიმ განაცხადა, რომ სოლიდარულია და არგენტინამაც დატოვა.
მაგრამ ამ ორგანიზაციას არ ტოვებს არც განცხადებას აკეთებს განზრახვების შესახებ, არც რუსეთის ფედერაცია და არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ეს არის ძალიან საინტერესო, რომ ამ თვალსაზრისით, ამ ტრადიციული გლობალიზმის მომხრედ უკვე გვესახება ჩინეთი და რუსეთის ფედერაცია. აი ესე იგი შესაბამისი მინდა სადაც გეიცი არის, აი ეს მინდა სლაიდი Deep State-ის გამოჩენილი წარმომადგენელი, მისი რეპლიკა ამ თემასთან დაკავშირებით, ესე იგი ერთ-ერთ ტოკ-შოუში Bill Gates-ი ამბობს, USAID-ის დაფინანსების შეწყვეტა გამოიწვევს კიდევ ერთი იდუმალი ავადმყოფობის გავრცელებას მთელს მსოფლიოში. მილიონობით ადამიანი მოკვდება. აი, რას ნიშნავს ეს ფრაზა, ბატონებო, ეს გულწრფელი გაფრთხილება თუ ცუდად შენიღბული მუქარა, იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპის მიერ დაწყებული სისტემის დემონტაჟი რაღაც წერტილში შეიძლება შეუცვლელად პროცესად იქცეს და შეიძლება რომ აი ახალი ეს იდუმალი მოულოდნელად გავრცელებულმა ვირუსმა შეაჩეროს ეს ლიბერალური წესრიგის დემონტაჟი. არის თუ არ ხედავთ თუ არა ამაში რეალურ საფრთხეს. მით უფრო ეს არ არის ერთადერთი ანუ ამ ჟანრში ამ გეიცს აქ რამდენიმე განცხადება გაკეთებული. აი რამდენიმე თვის წინ მე მახსოვს კიდე ლაპარაკობდა ამ საფრთხეზე, კიდევ ერთი ვირუსი, რომელიც შეიძლება უფრო მომაკვდინებელი იყოს და მე რო დამანგრეველი თავისი აი ამ შედეგებით. შოთა რატომ ამბობს ამას გეიცი და რისთვის ამბობს? ხო, აი გეიცის განცხადებაზე რაღაც უფრო გეიცი. ანუ გეიცის სლაიდი არის. ეხლა ეს ხო სლაიდია. ხო და ისე გავადიდოთ რომ ხო აი აქ არის ეს ფრაზა რომელსაც ამბობს. ხო, ცოტა ესეთი უცნაური და კონსპირაციული ფრაზაა, ამაზე დიდ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე შეიძლება ვიმსჯელო ტრამპის მიდგომა გარდა აი მე რაც ვახსენე აი ამ ელიტის საყრდენების ჩამოშლისა, მისი მეორე მთავარი ხაზი არის ხარჯების ოპტიმიზაციის პოლიტიკა. ის როგორც ბიზნესმენი პოლიტიკას უყურებს ბუღალტრიული თვალსაზრისით, ხო? და მასკის ხოთაშორი. ხო, მასკის, ხო, ნუ თუ გავიხსენებთ ჩვენ წინა პრეზიდენტობისაც მან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია დატოვა ზუსტად ამ მოტივით, რომ შეერთებული შტატები იხდის ბევრს და სარგებელი არაფერი არ აქვს. დაახლოებით ის პოლიტიკა გრძელდება ეხლაც და აი სოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის დატოვებაც ესეთ ეგრეთ წოდებული ამ ხარჯების ოპტიმიზაციაში შედის და ასევე არის გარკვეული რევანში ამ ორგანიზაციის მიმართ, იმიტომ რომ COVID პანდემია იყო ის მოვლენა, რომელმაც ტრამპს 2020 წელს საკმაოდ პოლიტიკურად დაარტყა და მე აღმოჩნდა საკმაოდ დიდი ეს თუ კრიტიკის საგანი იყო. მე მინდა ვთქვა, ანუ ტრამპის ასე ვთქვათ როგორ უბრუნდება ეს კლასიკური იმპერიალიზმის მეთოდიკას და როგორ იცვლება ეს გლობალიზმის პარადიგმა შეერთებულ შტატებში, ხო? აი ხარჯების ოპტიმიზაციის ფარგლებში ტრამპის ადმინისტრაცია იაზრებს რას, რომ ეს რბილი ძალის ინსტრუმენტები რაც იყო, ეს USAID, NEDI, მედიები და ასე შემდეგ, ანუ ეს ორგანიზაციები აუარება ხარჯებს მოითხოვენ და ანუ შედეგები არის მინიმალური. მე მაგალითად ამის კეთება შემილია ამად გარეშე კლასიკური იმპერიული მეთოდებით. პირდაპირ მუქარით, პირდაპირ ჩარევებით, პირდაპირ რაღაც ესე ვთქვათ манипуляციებით. ამას ჩვენ ხედავთ აი პანამის მაგალითზე, იგივე კოლუმბიის მაგალითზე, ხო? ანუ აი მაგალითად ახლა დემოკრატიული პარტიის establishments რო დომოდა პანამის არხზე კონტროლის დაბრუნება. რას გააკეთებდა ახლა ეს საოპერაციო ასე ვთქვათ მექანიზმები რა იქნებოდა, ხო? პანამაში შექმნიდა რაღაცა არასამთავრობოებს, მედიებს დააფინანსებდა და ასე შემდეგ შექმნიდა ასე ვთქვათ იმ დისკურსს და იმ წარმოდგენას, რომ პანამამ უნდა პრივატიზაცია მოახდინოს აი ჩინეთის მფლობელობაში მყოფი პორტების და გადასცეს შეერთებულ შტატებს. ნუ აი ეს გრძელვადიანი და ხარჯიანი მიდგომაა. ტრამპი უბრუნდება კლასიკურ მეთოდებს, პირდაპირ ეუბნება, რომ ნუ ასე ვთქვათ, ამას არ დამიმბრუნებ, მაშინ შენ მიიღებ რაღაც ასე ვთქვათ კაც ზომებს მივიღებ, ხო? ეს არის ასე ვთქვათ ანუ ორი მიმართულებით, ერთი რომ ეს ხარჯთა ეფექტურია, ესეთი პოლიტიკა და ეს არის ასე ვთქვათ კლასიკური იმპერიული პოლიტიკა, რომელიც არის, როგორ გითხრათ, უფრო სწრაფი, ეფექტური და ნაკლებ ხარჯიანი. ხო, ანუ ირანზეც მინდოდა გაკითხა, სწორად აღნიშნა ბატონო პაატა.
ოდესაც ნეთანიაჰუ რეალურად ჩასული იყო შეერთებულ შტატებში იმისათვის, რომ მას მიიღო ინდულგენცია ირანის ბირთვულ, ასე ვთქვათ, საწარმოებზე თუ რაც ქვია, რეაქტორებზე დარტყმისთვის. რა თქმა უნდა, ეს ინდულგენცია მან ვერ მიიღო. და რეალურად ომი ირანთან და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გამოირიცხა და ეს ერთ-ერთი ეპიზოდი იყო პრესკონფერენცია ეს სახში რომ ისხდნენ ნეთანიაჰუ და ტრამპი ისრაელიდან ჟურნალისტმა ისრაელიდან ასეთი კითხვა დაუსვა, რომ ირანი არის ხა ყველაზე სუსტი. რაღაც პრეზიდენტი მოუკვდათ, იქ რაღაცა ჰეზბოლას ლიდერი მოუკალით, უფრო რეფორმისტული ძალა მოსული და ბარე მოდი დავარტყათ ბირთვულ, ასე ვთქვათ, რეაქტორებს. ტრამპმა ამაზე საკმაოდ მოულოდნელი პასუხი გასცა მას, რომ ირანი არ გეგონოთ თქვენ ისეთი სუსტი, ის რეალურად ძლიერი ქვეყანაა და ამას მე არ გავაკეთებ, ხო? ანუ ეს სწორად იყო აღნიშნული, რომ ეს მეორე ფრონტები და რესურსების გამოფიტვა და ეს ხარჯების ფანტვა იმ ასე ვთქვათ, არაპრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორც არის ხა ახლო აღმოსავლეთში ომი, ტრამპი ამას არ აპირებს და როგორც ახსენა ბატონო პატა გზელვადიან პერსპექტივაში ის რაღაცა ჩინური შეკავებისთვის. ხო, კიდე ის აღნიშნა მინდოდა. მარკო რუბიოს ბევრ განცხადებას უსმინე და ის ორ რამეზე აკეთებს ასე პედალირებას. ჩვენ ვიმოქმედებთ შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ანუ ესეც არის გლობალიზმის საპირისპირო პარადიგმა და მეორე ჩვენ ჩავერებით მხოლოდ იქ, სადაც არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი. ანუ ამ შემთხვევაში მაგალითად ისრაელი არის ინტერესი, სამხრეთ ჩინეთის ზღვა არის ინტერესი. რაღაცა ევროპაში არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ სადღაც ახლა კენიაში დემოკრატია არის თუ არ არის და მაშინ რა ქვია, ბოლივიაში ეს რეალურად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი არ არის და ამაში არ შეიძლება გეთანხმები. კი ბატონო, კიდევ ერთხელ ესე იგი შევთანხმდით იმაზე, რომ აი ეს დემონსტრაციული ესეთი მოფერება, ესეთი კომპლიმენტარული საქციელი ტრამპის ნეთანიაჰუს მიმართ სწორედ ამაზე ემსახურებოდა. ანუ აი ეს ირანის პრობლემა ზამნიშნელოვანი იყო და კარგია რომ შოთამ გაიხსენა ეს, რომ გამორიცხა პრაქტიკულად კონფლიქტის დაწყება და პირდაპირ უთხრა რომ ჩემი იმედი არ უნდა გქონდეს ამ კონფლიქტში და აი ეს ეგზოტიკური გეგმა ხო, აი ეს იგი რივიერის აშენების იმაში ხაზას სექტორში. ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამპი არ არის მომხრე საომარი მოქმედებების. ჩვენ დავამატოთ ისიც, რომ აი გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატებმა პრაქტიკულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ სირიის ტერიტორიაც დატოვოს სამხედრო. ანუ ესეც იმას მიანიშნებს, რომ მაგრამ აქ საინტერესო არის, რომ თურქეთის სასარგებლოდ აკეთებს ამას და თურქეთის როსაც აძლიერებს. რაზე მიანიშნებს ეგრეც არ შოთა ბილ გეიტსის განცხადება. კიდევ არა, ეს არის დამნიშნელოვანი. მე არ მიყვარს კონსპიროლოგიაში გადავარდა, მაგრამ ეს კაცი არ ჩერდება, უკვე რამდენიმე განცხადებაა გაკეთებული. ახალი ვირუსი არის თუ არა მოსალოდნელი შენი აზრით? ხო, არ ვიცი ხა ამას მე პროგნოზირებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ჯეფრი საქსის განცხადება მოვისმინე, რომ ასე ვთქვათ, ნობელის პრემიის ლაურეატია ბოლოს და ბოლოს. ანუ ყველას იცნობს ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში, რომ თვითონ ეს კოვიდის ვირუსი ეს ასე ვთქვათ, სინჯია თუ რაც ქვია, შეერთებული შტატები იყო ჩართული აი ამ ლაბორატორიაში, ხო? მეც გეტყვით, სხვათა შორის კენედის ინტერვიუ იყო ბევრი ამ საკითხთან დაკავშირებით. რომელიც იყო UADP-ის, USAID-ის მიერ დაფინანსებული ლაბორატორიები, სხვათა შორის მასკმა 2 დღის წინ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამბობს, რომ USAID აფინანსებდა ბიოლაბორატორიებს, ექსპერიმენტებს მათ შორის იმ ლაბორატორიებში, რომელიც მდებარეობს უკრაინის ტერიტორიაზე და ასევე კენედი ამბობს, რომ აი ეს კოვიდის გაჟონვა ამ ვირუსის მოხდა, რა თქმა უნდა, უხანში და რა თქმა უნდა, ეს უხანი არის ჩინეთში, ოღონდ ეს ლაბორატორია ფინანსდებოდა USAID-ის მიერ და ამერიკელი მეცნიერები იყვნენ ჩართულები. და ამის შესახებ იცოდა ფაუჩი ყველაფერი და ამ ყველაფრის შესახებ იცოდა ფაუჩი და მოკლედ აი ეს ბიოიარაღი არის Deep State-ის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, მას კი ამას გვეუბნება პრაქტიკულად, რომლის მეშვეობითაც
ამათმა შეიძლება განახორციელონ რაღაცა. ხო, მაგრამ აქ არის ესეთი კონტრარგუმენტი, ხო, ანუ ამ შემთხვევაში რა პრაგმატული მიზანი აქვს მორიგ პანდემიის რაღაცა, დაუშვათ ეს. პროცესის შეჩერება. ანუ ან დეგლობალიზაცია. ანუ პანდემიამ გამოიწვია ის, რომ ამერიკის ზვალი პრაქტიკულად გაორმაგდა 22 ტრილიონიდან ავიდა 36 ტრილიონზე. ანუ ეხლა შემდეგ პანდემია გამოიწვევს იმას, რომ 36 ტრილიონი კიდევ უნდა გავიგო. კი, მაგრამ სამაგიერო ეს ხო ამერიკელების გადაწყვეტა იყო, იმიტომ რომ აიღეს და რამდენიმე ტრილიონიანი ტრანშები ხო დაურიგეს თავის მოსახლეობას. სამაგიერო ჩინეთის შეფერხდა განვითარებაში, მას შემდეგ ეკონომიკური და შეჩერდა, ლოჯისტიკა არის მორღვეული და ამ თვალსაზრისით პატა აი ისე გეიტს და ესე იგი ამ ახალ პანდემიას შესაძლებლობას როგორ გეიცამდე მანამდე შენ კიდე რაღაც კითხვები დავასვი კერძოდ ის რომ რატო გამოვიდა ამერიკა ამ ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციიდან და ჩინეთი და რუსეთი დარჩა. მე მინდა ვთქვა ამ კითხვაზე საპასუხოდ გადავიდე იმად რა კავშირშია ეს იმასთან რომ ეს გაზას გეგმა მიუხედავად იმისა რომ მე აღწერე ლოგიკურად საკმაოდ ლოგიკურად ტრამპის ესე იგი თვალთახედვიდან გამოიყურება და თითქოს არავის არ უნდა გქონდეს სხვანაირი ახმა აი რა კავშირშია ეს ამასთან რომ გამოვიდა ამ ორგანიზაციებიდან და მე დავაკავშიროთ ეს აი ამ USA-თან პირველი რატო გამოვიდა ამ ხელში ამ ორგანიზაციებიდან იმიტომ რომ დიდი ხანია ამერიკის შეერთებული შტატები უკვე საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგი არის დიდი ხანია საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგი ნიშნავს რომ შენ ხარ საერთაშორისო ორგანიზაციების ძირითად გაერთიანებული ერების წინააღმდეგი ეს არის დიდი ხნის ისტორია მიუახლოვდა ახლა კულმინაციას ამერიკის შტატები გამოვიდა არა მხოლოდ ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, არამედ გამოვიდა ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოდან, ასევე გამოვიდა კულტურის საბჭოდან, არც იუნესკოში, ან UNHCR-ში არის და კიდევ გამოვიდა ორგანიზაციიდან, რომელიც ემსახურება პალესტინელების, ესე იგი, დახმარებას. 4 გაერთიანებული ერების 4 ორგანიზაციიდან გამოვიდა. ამით ამერიკამ თქვა, რომ აღარც ის მაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთ ადამიანის უფლებებზე, არც ის მაინტერესებს საერთაშორისო თანამეგობრობა და ООН-ი რას ფიქრობს და რა ხელშეკრულებებია დადებული პალესტინის უფლებების დაცვაზე. არც ის მაინტერესებს ადამიანის უფლებებზე რას ფიქრობთ. და არც ის მაინტერესებს ჯანდაცვაზე რას ფიქრობთ რა ესე იგი ამერიკას არ აინტერესებს მსოფლიოს კონსენსუსი და მსოფლიო წესრიგი რაც არსებობდა არც საერთაშორისო და გლობალურ ჯანდაცვასთან დაკავშირებით არც ადამიანის უფლებასთან დაკავშირებით არც პალესტინელების უფლებასთან დაკავშირებით და არც კულტურულ უფლებებთან დაკავშირებით რა ლევანდელი ნიუსია ჰააგის სასამართლოს სანქციები და კი ნუ ჰააგის ხო არ იყვნენ წევრები ამის და მიუხედავად არ იყვნენ მაგრამ ხო ისრაელის გამო ну იმიტომ რომ ამერიკა ადამიანის უფლებებს და საომარ ომის უფლებებს არღვევს პერმანენტულად ну არც ახლა მოდით ობიექტურობის გამო ვთქვათ რომ ამ ტრიბუნალის წევრები არც ერთი დიდ ქვეყანა არ არის არც რუსეთი არ არის არც ჩინეთი არ არის არ არის ზე სახელმწიფო როგორც წესი არ ექვემდებარება ამ საერთაშორისო იურისდიქციას ეს ხო ის არის კარგით ბატონებო ეხლა უყურეთ ეს ესე იგი საერთაშორისო სამართალი არ გვაინტერესებს ამის შემდეგ ესე იგი დაიწყო ამის საპირისპირო ცნების განვითარება რომ rules based order rules-based order ნიშნავს წესებზე დამყარებულ წესრიგი მსოფლიო, ანუ საერთაშორისო სამართლიდან გადავიდე წესებზე დამყარებულ მსოფლიოზე, ანუ ამის უკან ისმის კითხვა, რომ ვის წესებზე და ბუნებრივი პასუხია, რომ ამერიკის მიერ მოგონილ წესებზე, ხო? რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებებს არ ცნობს. ეხლა ვინ არის ჩემპიონი ამ საერთაშორისო ხელშეკრულებების არცნობაში და თვითონ ტრამპი. თვითონ ტრამპმა დაარღვია საკვანძო ხელშეკრულება ირანთან აბსოლუტურად რთული დოსიე კი ბატონო.
ყველას აზრის წინააღმდეგ, რუსეთის აზრის წინააღმდეგაც, ევროპის აზრის წინააღმდეგაც და მხოლოდ იმ მოსაზრებებით, რომ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. პანდემიის საშიშროება. ეხლა უყურეთ, პანდემიის საშიშროება ეს წესრიგი რომ დაარღვია, ხო? ზუსტად ამაში დევს ის მიზეზი, რატომაც ტრამპის გეგმა იმაში რა ქვია, გაზაში ვერ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ამერიკას აღარავინ აღარ ენდობა. ის რაც თქვენ თქვით, ის გამარჯვებები, რომელიც პრესა ამბობს, რომ აი იმას რა ქვია, ტრამპი დაუპირისპირდა მექსიკას, კანადას, ყველა მაიღო ვალდებულება. უფრო ყველაზე პირველი იყო არა კოლუმბიასთან დაპირისპირება, რომელიც ვითომ მოიგო. მერე პანამასთან დაპირისპირება, რომელიც ვითომ მოიგო. ეხლა მექსიკასთან დაპირისპირება და კანადასთან მიმდინარეობს ვითომ რომელსაც მოიგებს. ყველაფერი არის ტყუილი, მოკლედ რო გითხრათ. წააგო პირწმინდად ბოლივიასთან, კოლუმბიასთან დაპირისპირებაში, წააგო პირწმინდად ამაზე თუ გინდათ ვილაპარაკოთ. ამაზე არ ვილაპარაკოთ ეხლა. ეხლა ფაქტია რომ კოლუმბიამ მიიღო თვითონ პრეზიდენტმა კოლუმბიის გაუგზავნა თვითმფრინავი, რითაც დეპორტირებული ხალხი ჩამოიყვანეს. კანადამ და მექსიკამ აიღეს ფინანსური ვალდებულებები მიგრაციის რეგულირებასთან დაკავშირებით და რაც მთავარია, ყველაფერი ეს სანქციები, რაც ტრამპმა დააწესა ბაჟის შემოღებას გულისხმობ, ხო, 15 თუ 25%-იანი ბაჟის ოდენობით. ეს არის შეჩერებული. ანუ დამოკლეს מחვილივით, თუ კი არ შეასრულებს, ის ამოქმედდება. ამდენად მოდით როგორც მინიმუმ დაველოდოთ. აი კიდე ერთი თვე გავიდეს და ვნახოთ. და ეხლა ისე უბრუნდები, ესე იგი პანდემიას. ხო, მე მაგაზე გაგცემდით პასუხს, მაგრამ არ ვლაპარაკობთ ამ თემაზე, გადავიდეთ პანდემიაზე. ეხლა პანდემიასთან დაკავშირებით საქმე როგორ იყო, რომ პანდემია რა თქმა უნდა გამეორდება აუცილებლად. რატო? პანდემიები ჩვეულებრივ მეორდება, ეს არის ანუ ბიოლოგიური ასე ღვთის მიერ დაწესებული წესრიგი მანამდეც იყო ესე იგი ის ვირუსები რომლებიც ესე იგი ფორმას იცვლიან და გადადიან ესე იგი ცხოველებიდან მუტაციის შედეგად ხდებიან ადამიანის ვირუსები აი ეს ჩიტის გრიპი, ღორის გრიპი ესეთივე რა რაც იყო ეს ბოლო ჩვენი პანდემია, რომელსაც COVID-19-ს ვეძახდით და ეხლა რაში იყო საქმე. ეხლა ამერიკა აფინანსებდა პროექტს ჩინეთში, რომელიც უჰანის ლაბორატორია ახორციელებდა, მაგრამ ეს იყო პროექტი შესასწავლად ესე იგი იმ პოტენციალის რაც აქვს ამ ვირუსებს ესე იგი ამ პოტენციალის შესასწავლად რა პირობებში შეიძლება გადავიდეს გამურასგან ადამიანზე ხო და უკვე ის რომ აქ ადგილი ქონდა რაღაც სინამდვილეში ბიოლოგიური რაღის დამზადებას ეს არის აბსოლუტურად ესე იგი მოგონილი ესე იგი შეთქმულების თეორიები რეალურად სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თავი პანდემიის დროსვე ჩაატარა უჰანის ლაბორატორიის კონტროლი და მისი დასკვნა იყო რომ აქედან არანაირი ვირუსის გაჟონვა არ შეიძლებოდა მომხდარიყო თეორიულად. ფაუჩი არის დაკავშირებული და არის დაკავშირებული იმ კომპანიებთან, ვინც სინას აწარმოებდა. იმავე დროს, როგორც კი გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია, მაშინვე დაიწყო ზეწოლა ამ იმაზე, რა ქვია, სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ესე იგი დასკვნაზე ამერიკის მხრიდან და მიაღწიეს იმას, რომ შეარბილეს ეს ტერმინოლოგია და არც წყალი და არც ღვინო გახადეს. ამის შემდეგ ესე იგი გრძელდებოდა ამერიკის ზეწოლა და ესე იგი შეთქმულების თეორიები ამ ფაუჩის წინააღმდეგ, ფაუჩი მიცოდა, რა თქმა უნდა იცოდა, მე არ ვიცი ახლა იქ რა თქვა ფაუჩი, რატო თქვა რომ მე არ ვიციო, მაგრამ რეალურად რაც ფაუჩიმ თქვა, ის რომ ესე იგი ობიექტურად გადმოიტანო, ფაუჩიმაც გააკეთა, ასე ვთქვათ, ანუ ამ ტერმინებით და მანიპულაცია რა, იმას არ უთქვია, რომ მე ამ პროექტის შესახებ არაფერი არ ვიცი. იმან თქვა, რომ მე როგორც ვიცი, იმან თქვა, რომ ასეთი, ესე იგი, მიზნის შესახებ, რომ ასეთი
მიზნით ტარდებოდა ეგეთი რამე, მას არ გაუგონია და ეგეთი პროექტი არ არსებობს და ამის შესახებ არაფერი არ იცის. მაგრამ ის არ უთქვია, რომ ჩვენ არ ვიცით რამე პროექტების შესახებ, რომელიც სწავლობს მეცნიერულად ამ გადასვლის, ესე იგი, ცხოველიდან ადამიანზე გადასვლის შესაძლებლობებს და ეს იყო ზუსტად ესეთი პროექტი. ეხლა ეს USAID რატო იცავენ? აი მარტო USAID-ია მსოფლიოში, ესე იგი, ჯანდაცვის, ესე იგი, მსოფლიო ნორმები და უსაფრთხოებით დაკავებული, მაგრამ ის ნეოლიბერალური ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც USAID-ს უჭერდა გეიცის ფონდი არის კიდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი მსოფლიო ჯანდაცვის. მათ რა თქმა უნდა USAID-ის ამ როლის გაძლიერება და ამაზე ხაზგასმა უნდათ. თითქოს USAID-ის დახმარებები რამეს წყვიტავდა ამ ესე იგი პროცესში. USAID-ის დახმარების გარეშე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არსებობდა და გააგრძელებს კიდევაც არსებობას. USAID-ის დახმარების ეს მნიშვნელობის გაბერვა, რა თქმა უნდა, ამერიკის წინა ადმინისტრაციას აწყობს რამდენიც მსოფლიოზე კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი იყო ეს იმ ნეოლიბერალურ პოლიტიკებში, რაც ამერიკას წლების და დეკადების განმავლობაში ჩამოაყალიბა. ეხლა ტრამპი ამას არ ღვევს, მაგრამ არ ცვლის მიზანს. ანუ სოფლიოზე ბატონობის მიზანს არ ცვლის. ამ ინსტიტუტებს არ ღვევს. და ეს ერთ-ერთი ინსტიტუტი არის USAID და ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, ავიცი, ისიც ამაზე უფრო უკეთესად გეტყოდათ, მამუკა მახათაძე არის ესეთი, რომელმაც ძალიან კარგი აზრი მომაწოდა. რატო აკეთებს ტრამპი ამ USAID-ის მოშლას? ასევე CIA-ის მოშლას, არა როგორც ინსტიტუციურ FBI-ის მოშლას. FBI გასაგებია, ხა ტრამპს დაძლებდა, ხო? FBI-ის რომ მოშლიდა, ეს ყველა მიცოდა, იმიტომ რომ ემუქრებოდა წინასე, ესე იგი და CIA-სთან დაკავშირებით? ხო, ეხლა CIA და USAID USAID იყო გაჟღენთილი მთლიანად იდეოლოგია, ესეთი იდეოლოგია იყო ამ ნეოლიბერალური მსოფლიო წესრიგის ამ ჩარჩოში, იდეოლოგიის ჩარჩოში შექმნილი და მერე დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები იყვნენ იქ ყველა. კი ბატონო. ყველა აბსოლუტურად, ისევე როგორც CIA-ში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაზვერვის ფუნქციაზე ამბობს ტრამპი ვარს. ამ ორგანიზაციების გაუქმებით ტრამპი აკეთებს ძალიან მარტივ რაღაცას, ის რაც მამუკამ მითხრა, მეც ძალიან სწორია ამ კუთხით გაანალიზო, იმიტომ რომ ტრამპი ბიზნესმენია, ხო და აი ამ მსხვილი კორპორაციების მართვაში, ხო, ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული მექანიზმი არის სწორედ აი ამ რეორგანიზაციის ეს სახე, რომ მთლიანად გაუშვა ყველა თანამშრომლები და მერე რომ თავისუფლება გქონდეს, ვინც გინდა ის აიყვანო, თუ შენ გინდა ახალი მიზნების, ესე იგი დასახვა, იმიტომ რომ ეს მიზნები, ანუ ეს მთელი სტრუქტურა აწყობილია გარკვეული მიზნების მომსახურებაზე და თუ შენ ცვლი მიზნებს გჭირდება აი კადრების სფეროში დამოუკიდებლობის, ესე იგი და ხელების გახსნის საშუალებაც, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ტრამპი ამბობს ვარს დაზვერვის ფუნქციაზე, რასაც CIA აკეთებდა, რომ ტრამპი ამბობს ვარს, ესე იგი, საერთაშორისო დახმარების სისტემაზე, უბრალოდ ტრამპი ამბობს იმას, რომ ეს ინსტიტუტები და ის თანამშრომლები, რომლებიც არ იზიარებენ ახალ ხედვებს, მათ შეუძლიათ ყველა ინსტიტუტიდან წავიდნენ დაუყოვნებლივ. ამისთვის მან გამოაცხადა ეგრეთ წოდებული დაყოვნებული გადადგომის პოლიტიკა. მარტო USAID-ზე არ მიდის საქმე, რომელსაც რა თქმა უნდა ყველაზე უფრო მეტად აწვევა, იმიტომ რომ მთლიან დემოკრატების მიერ ოკუპირებული ინსტიტუტია და ხო გეუბნებით იდეოლოგიურადაც მისი მიზნები არის ძალიან მნიშვნელოვნად შესაძლებელი ტრამპისთვის, მაგრამ სხვა ესე იგი ბიუროკრატიაც იგივე მდგომარეობაში ყავს ტრამპს ჩაყენებული, რომ და რას ეუნება? მიზნიდან გამომდინარე ეუნება, რომ წადითო. ანუ ვინც ჩვენ მიზნებს არ ეთანხმებით, ყველამ დატოვეთ თანამდებობა დროზე. ეხლა დროზე რატო ეუნება? იმიტომ რომ
რაღაცა პერიოდის განმავლობაში თუ არ დამხდებით, მაშინ თქვენ ამ პროგრამით, ანუ რომ სექტემბრამდე ხელფასი შეგინარჩუნდებათ, ვერ ისარგებლებთ. ეხლა შეგიძლიათ ხელფასი აიღოთ, სექტემბრამდე ხელფასი ჩაიდოთ ჯიბეს, წახვიდეთ სხვა ფირმაში იმუშაოთ, სადაც გინდათ. ეხლა თუ ამაზე არ დათანხმდებით, მე უკვე წავა თქვენი განთავისუფლება. დაკარგავთ ხელფასსაც, დაკარგავთ ნებისმიერ სხვა სამუშაოზე მოწყობის, ასე ვთქვათ, საშუალებასაც, ანუ მთელი რიგი მინუსები აქვს ადამიანისთვის განთავისუფლებას. აი ამ პოლიტიკაში მონაწილეობის გასაგებია. კარგი, ბატონო, ბოლო კითხვა გვაქვს ახლა, უბრალოდ უკვე გადავაცილეთ, მაგრამ აი ბოლო სლაიდი ვანახოთ, ხო, აი ეს ბოლო სლაიდი არის. ეს არის ჩემი Facebook-ის პროფილის ბანერი, ბევრი მეკითხება Messenger-ში თუ რას ნიშნავს ეს ინსტალაცია. რომელიც არის ასახული ბანერის. მოკლედ ერთ-ერთი სუფრის დროს გავაკეთე, გადავიღე ეს თებში და მე რაღაცა ეს მომივიდა იდეათ ეს და სუფრა და უკვე განვათავსე სამი ელემენტი, თუ ხედავთ ის ამერიკული არწივია, დრაკონი და თეთრი არა, დათვი ჩვეულებრივად. მოკლედ ეს ბანერი განვათავსე 2022 წელს ჩინური კალენდრის მიხედვით ხედავთ აწერი 4721 წელი აი ეს ესე იგი ჩინური ეს თარიღი უდრის დასავლური კალენდრის 2024 წელს. მოკლედ ამ ბანერით მინდოდა იმის წინასწარმეტყველება, რომ სოფლიო გადანაწილების პროცესში კულმინაცია სწორედ 2024 წელს მოხდებოდა და ერთ-ერთი მთავარი ჯილდო საკვანძო მოთამაშეების შორის, როგორიც არის ჩინეთი, შესაბამისად რუსეთი და ამერიკა, იქ გახდებოდა ევროპა. აი ეს თებში ჩემი ჩანაფიქრით, ასე ვთქვათ, ამის ასახიერებდა ესე იგი ევროპას თავისი ნარჩენებით ლამაზი თებში და აი მოდით ტრადიციულად ეს არის მთავარი თემა ამ გადაცემის უკვე რამდენიმე ესე იგი კვირა ну გასაგებია რომ ევროპა მაგრამ აქ სოფლიოზე არის საუბარი იქნება თუ არა სამი პოლუსი რაც პრინციპში ნონსენსია იმიტომ რომ კაცობრიობის სხვადასხვა ეტაპებზე იქ ორი პოლუსი იყო როგორც წესი, ხო? ნუ აი ეს იყო ანომალია, რომელსაც თვითონ რუბიოც კი ამბობს, რომ ეს ანომალია იყო ცივი ომის დასრულების შემდეგ, ჩვენი ჰეგემონია ტოტალური სრული. ჩინეთი, ამერიკა და რუსეთი. და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი მოსაზრებაა. ის რომ ტრამპმა ვოუკიზმს, ანუ ერთ-ერთი მისი სტრატეგიული ამოცანა არის ამ იდეოლოგიის დასამარება. ის რომ ის კონსოლიდაციას ახდენს და უბრუნდება ტრადიციულ ღირებულებებს. აი ეს ტრადიციული ოჯახი, გენდერი არ არსებობს, არსებობს ორი სქესი და ასე შემდეგ. ეს ხომ არ მეტყველებს იმაზეც, რომ ტრამპმა უნდა მოახდინოს დასავლური ცივილიზაციის კონსოლიდაცია ვინაიდან თუ ჰანტინგტონის თეორიას დაუბრუნდებით და მეორე მესამე ფაზა ამ გეოპოლიტიკური პროცესების რაც დღეს ხდება, მეორე მესამე ფაზა შეიძლება იყოს ცივილიზაციათა შორის შეტაკება. ეხლა LGBT-ის დროშის ქვეშ ცივილიზაციის გაერთიანება ნონსენსია. ცხადია. იმიტომ რომ აქ არის გლობალური სამხრეთი თავისი ღირებულებითი სისტემით, აქ არის კომუნისტური ჩინეთი, რომელსაც კაფიო იდეოლოგიური დისკურსი გააჩნია და აი ამ თვალსაზრისით ხედავთ თუ არა რისკს იმისა, რომ ერთშვენიერ დღეს შეიძლება ამ გეოპოლიტიკურმა პროცესმა მიიღოს აი ეს შეფერილობა უკვე ცივილიზაციათა კონფლიქტის და ამ თვალსაზრისით შეიძლება რუსეთის ფედერაციაც ვიხილოთ დასავლეთის ბანაკში. ხა გინდა თუ არა, რუსეთი არის დასავლური ევროპული ცივილიზაცია და არა აზიური ცივილიზაცია. სხვათაშორის რუსეთშიც არის ბევრი პოლემიკა მასთან დაკავშირებით. აი უშვებთ თუ არა იმ შესაძლებლობას, რომ შეიძლება რუსეთი აღმოჩნდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად დაპირისპირებული უკვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. მოდით თქვენი დავიწყოთ და შოთიკო დაამთავროს. ხო, მოკლედ ძალიან გვაქვს 7 წუთია. იმიტომ რომ მოკლედ გასაგებია. ეს იგი რა თქმა უნდა, აი ჩემი ანალიზის ქვაკუთხედი არის ის, რომ რუსეთმა ომი დაიწყო იმაში
უკრაინაში როგორც პირველი ეტაპი იმ ქმედების, რაც იყო მომზადება დასავლეთთან თანაბარ დონეზე სალაპარაკოთ. ანუ რუსეთს უნდოდა რუსეთმა იცოდა, რომ ამერიკას უნდა რუსეთთან მოლაპარაკება ჩინეთის წინააღმდეგ. მაგრამ ისიც იცოდა, რომ ეს უნდა ძალის პოზიციიდან. ამას არც ტრამპი მალავდა, არც სხვა ადმინისტრაცია არ მალავდა. ეს არის რუსეთის ტრადიციული პოლიტიკა. რუსეთი ყოველთვის იყო ამ პოლიტიკის წინააღმდეგი. და ისტორიასაც თუ ჩავხედავთ, რუსეთი ყოველთვის ეუნებოდა ევროპას და ბრიტანულ იმპერიას, რომლის ტრანსფორმაციის შედეგია დღევანდელი ამერიკული იმპერია, რომ მელაპარაკე როგორც ბიძაშვილი, როგორც ჩემი თანასწორი. და მართლაც ბიძაშვილები იყვნენ, ხო? კაიზერის ბაჩოვი, სამივე ბიძაშვილი იყო. პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ხო და არ ელაპარაკობდნენ არასდროს როგორც თანასწორად. შემდეგ პუტინმა გაუგზავნა უსაფრთხოების გარანტიებზე, ესე იგი, ფორმალური წერილი, რომელზეც ამერიკამ ვარი უთხრა. ეს ითვალისწინებდა საქართველოსთან და იმიდან, რა ქვია, ნატოს გასვლას საქართველოსთან და უკრაინიდან, მაგრამ ეს იყო მხოლოდ პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი იყო ის, რომ უნდა მომაშოროთ თქვენი რაკეტები ისე ნაირად, რომ მათ არ მიაღწიონ ჩემს საზღვრამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალო რადიუსიანი რაკეტები და ყველა ინფრასტრუქტურა უნდა გატანილი იყოს მთლიანად ევროპიდან. ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპიდან მაინც. ტრამპი არის ზუსტად იმ პოლიტიკის, ესე იგი, შემქმნელი, დამწყები და განმახორციელებელი, რომელიც არის ზუსტად ამ საფრთხასთან დაკავშირებული. პირველი ტრამპმა დაარღვია საშუალო რადიუსიანი რაკეტებზე შეთანხმება, ტყვილი ბრალი დადო რუსეთს, შემდეგ შექმნა ისეთი ბაზები, რომელიც რუსეთი ესე იგი განმარტავდა როგორც საფრთხეს მისთვის საშუალო რადიუსიანი დარტყმაზე. ამის შემდეგ უკვე 23 წელს დაამატეს კიდე ახალი ბაზა გერმანიაში და რუმინეთში. და დაამატეს რუმინეთში და პოლონეთში. მანამდეც ჰქონდათ ესეთი, ოღონდ მე ესე მახსოვს, რომ ფთოსან რაკეტებზე იყო ლაპარაკი. გერმანიაში გაკეთებული ბაზა არის ჰიპერსონულ რაკეტაზე, რომელიც 26 წელში უკვე შევა, ესე იგი, ძალაში. ამერიკაში კანავერალის კონცხზე უკვე დგას ეს რაკეტები, უკვე გამოცდილია. ისინი არის ჰიპერსონული, ისინი არის ბალისტიკური, ისინი არის საშუალო რადიუსიანი. ისინი არის რუსეთისთვის საფრთხე, რომელსაც რუსეთი გაფრთხილებული ყავს. მიუხედავად ამისა, ეს გეგმები არის ძალაში და 26 წელში უნდა შევიდეს ძალაში. ამას აქვს სახელიც Dark Eagle, შავი არწივი. ეს შავი არწივი არის მას შემდეგ გაკეთებული. რაც რუსეთმა თავი გაიგიჟა და უკრაინაში ომზეც კი წავიდა. იმის გულისთვის, რომ ეს როგორღაც თავიდან აეშორებინა და ეს პოლიტიკა, ანუ ტრამპის ეს პოლიტიკა და ამერიკის ეს პოლიტიკა რუსების დაშინების მანამ სანამ რუსეთს დაითანხმებს ანტიჩინურ პოლიტიკაზე გრძელდება. ანუ აქ ძირითადი კონფლიქტი არის ეს, რომ კი რუსეთს უნდა ამერიკასთან შეიძლება ეხა უკვე აღარც უნდა, ეხლა რო წავიდეთ შორს, ეს დროის განმავლობაში რუსეთის პოზიცია თავდაპირველი რომ ის მზად იყო თითქოს ამერიკასთან მოსალაპარაკე იცვლება უბრალოდ იმის გამო ამას ყველა აღნიშნავს რომ თავისი პოლიტიკით ამერიკამ უბიძგა რუსეთს ჩინეთისგან. იმიტომ როდესაც ამერიკის პოლიტიკა ბაიდენის პოლიტიკა, ტრამპი ამაში ადანაშაულებს ბაიდენს. ანუ სტრუქტურულად შეიცვალა უკვე ვაჭრობა და მისი ინტერესები, უკვე გაყავს ნავთობსადენები ჩინეთში, უკვე ვაჭრობის დიდი ნაწილი გადავიდა ჩინეთზე, გადავიდა მეცნიერება, ყველაფერი გადაერთო ჩინეთზე და ამის შემოbrunება ეხა იმისთვის, რომ ამერიკის ასე დაცემად და იმას რა ქვია, დეგრადირებად იმპერიას შეუთანხმდეს, შეიძლება ეს უკვე აღარ ანუ ვერ დაშლის ამერიკა რუსეთის და ჩინეთის ტანდემს, აი მოკლედ რო ვთქვა. ჩემი აზრით ვერა, ამ დინამიკას ამერიკა ძალიან სწრაფ უნდადეს ვერ შეცვლის. იმიტომ რომ ამერიკა არის დაცემადი იმპერია და ყველა, აი როგორც ხდება ეს ფინანსურ ბაზრებზე, ხო, როდესაც არის ეგრეთ წოდებული დათვის ბაზარი, ანუ როცა ვარდება
რატო ვარდება აქციების კურსი? იმიტომ რომ ყველა ელოდება იმას, როცა პროცესი იწყება, ყველა ელოდება შემდეგ დაცემას ამ აქციების და ეს თავისთავად ეს მოლოდინი აგრძელებს ამ დაცემის პროცესს. კი ბატონო. კარგით, შოთა, ანუ ეს პროცესი გადაждდება თუ არა ცივილიზაციათა კონფლიქტში და შეიძლება თუ არა ვიხილოთ რუსეთი დასავლეთის შემადგენლობაში ევროატლანტისტების მხარეს, ასე ვთქვათ. მე ჯერი ნახაჩს გამოვიხმაურები. გამახსენა ენტონი ბლინკენის ნათქვამი სიტყვები, რომ დღეს თანამედროვე გეოპოლიტიკაში თუ არ ხარ სუფრაზე, ხარ მენიუში. ხო, მართალია, კი. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ შეიძლება მაგიდაზე ბოლოში ვიჯდეთ, ოღონდ მენიუში არ უნდა. ხო, ანუ მე არ ვიზიარებ ცივილიზაციათა ჯახის თეორიას და თუ დავაკვირდებით ახლა ტრამპის კულტურულ პოლიტიკებს, მისი კულტურული პოლიტიკები ეთანხმება დანარჩენი, ასე ვთქვათ, გლობალური სამხრეთის პოლიტიკებს, ხო? ანუ რაღაც კულტურული ნორმალიზაცია ხდება, რო კაცკაცია, ანუ ამას ეთანხმება რუსეთიც, ჩინეთიც, ინდოეთიც და მთელი აფრიკაც, ხო? ამიტომ ამ მიმართულებით კულტურული დაპირისპირება ლიბერალური ან დემოკრატიული პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ქართული ოპოზიცია. ხო, ასე გამოდის. ამიტომ ამ მიმართულებით რაღაც კულტურულ შრეში ამაზე მსჯელობა ცოტა ამ შემთხვევაში არ იქნება რაციონალური. ჩვენ უნდა ამოვიდეთ ეგზისტენციალური, მატერიალური განზომილებებიდან. დღეს ორი ქვეყანა, ასე ვთქვათ, ჩინეთს და რუსეთს აქვს გააზრებული ერთი რამ, რომ ისინი დგანან ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ შეერთებულ შტატებიდან და მათი, ასე ვთქვათ, ერთად ყოფნა განსაზღვრავს მათ არსებობას. სხვათა შორის სი ძინპინმა რო თქვა 2023-ში, როდესაც იყო ჩასული მოსკოვში, ხო, მოსკოვში მან ჩვენ ისეთ ხო, ანუ რეალურად ახალი ერა იწყო, ამაზე მიანიშნა და ჩვენ ახლა კიდე რაც ბატონო პაატამ ჩამოთვალა, ხო, ენერგეტიკული გადაჯაჭვულობა ხდება ეკონომიკური, ტექნოლოგიური გადაჯაჭვულობა და რაც მთავარია, სტრატეგიული შეიარაღებით ხდება გადაჯაჭვულობა. გულისხმობს საშუალო და შორმანძილზე ფრენი რაკეტების გაცვლა, წვრთნები ყვითელ ზღვაში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ რეალურად ეს არის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის როგორ იცი, სახმელეთო ძალების თვითგადარჩენის რაღაცა ინსტინქტი. და რაც თავარია, რატო ვერ მოხდება, ასე ვთქვათ, რუსეთის დასავლეთ ბანაკში გადასვლა. დღეს დასავლეთს პრაქტიკულად აღარაფერი აქვს შესათავაზებელი რუსეთისთვის, რაც რუსეთს, ასე ვთქვათ, მიზიდავს დასავლეთისკენ, ხო? პირიქით, ჩინეთს უფრო მეტი აქვს ასეთი რაღაც, ხო? სანქციებს მოგიხსნით, ენერგეტიკულ ბაზას გაგიხსნით. და სხვა შორის გუშინდელი განცხადება იყო ძალიან ნიშანდობლივი სერგეი ლავროვის, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით 90-იან წლებში, როდესაც ვცადეთ დასავლურ სამყაროში ინტეგრაცია, ჩვენ ისტორიიდან გაკვეთილები გამოგვაქვს და ჩვენ იგივეს აღარ გავაკეთებთ. ამიტომ ყველაფერი ეს მიანიშნებს იქიდან, რომ ეს კონფიგურაცია, რაც ჩვენ თვალწინ ყალიბდება, იქნება გრძელვადიანი და განგრძობადი სახე იქნება და არ არის მხოლოდ სიტუაციური მოკავშირეობა ამ მომენტში. აღარ ენდობა არავინ ამერიკა. კი ბატონო, უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო დისკუსია იყო და მე მგონი რეკორდი დავამყარეთ ნახევრის განმავლობაში საუბრობთ. უღრმესი მადლობა ამ ძალიან საინტერესო მოსაზრებებისთვის, შეფასებებისთვის. ძვირფასო მაყურებლებო, გემშვიდობებით ერთი კვირით, კვლავ შეხვდებით პარასკევს, უკვე მომდევნო პარასკევს ისევ აქ რადიო სივრცეზე FM 95 და 5 რადიო სივრცეზე. კარგად ბრძანდებოდ, დიდი მადლობა.